Reach out and touch faith. ვაგრძელებთ თეორემას, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გვიმტკიცებს, რომ ეკონომიკაში ყველაზე დიდი ცოდნა მას აქვს და მთავრობის ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიურად ერევა, ლარი ვარდნას განაგრძობს. სტატისტიკის სამსახურმა კი გასული წლის ეკონომიკური მონაცემები გამოაქვეყნა. მონაცემები დამთრგუნველია, ზრდის ნაცვლად შემცირებულია ენერგეტიკის სფერო, დამამუშავებელი მრეწველობა, ზრდის ტემპი შემცირებულია სოფლის მეურნეობის, ავტომობილებით ვაჭრობის, რესტორნების და ტრანსპორტის სფეროშიც. მთავრობა უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ ქვეყანაში კრიზისული ვითარებაა და კრიზისიდან გამოსვლის გეგმის არსებობასაც არ არსებობასაც ამითხსნის. ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ვესაუბრებით ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. გამარჯობა ბატონო თემურ, დიდი მადლობა თეორემაში რომ იღებთ მონაწილეობას და პირველი კითხვა, თქვენ როგორ აღწერდით იმ ვითარებას, რაც დღეს საქართველოში არის შექმნილი? მთავრობა ამბობს, რომ კრიზისის ნიშნები არ არსებობს, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი არ არის, მაშინ და შესაბამისად არც გეგმა არ აქვთ ანტიკრიზისული. მაშინ როდესაც ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არის სავალუტო კრიზისი, აშკარა და დგევართ ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე. თქვენი გადმოსახედიდან, ბიზნესის გადმოსახედიდან რა ვითარებაა? ერთი სიტყვით ეხლა ერთ გადაცემაში მას ვერ მოვყვებით ახლა, ხო, რა სიტუაციაც არის. მაგრამ ის არგუმენტები, რაზეც ეკონომისტები და მთავრობის წევრები საუბრობენ, გარე ფაქტორები და რაც ხდება, გარე ფაქტორი თუ არ მიყვარს, მაგრამ სხვა ქვეყნებში რაც ხდება, ეს მისაღებია, იმიტომ რომ ახლა საუბრობთ, რომ საქართველო არის მომავალი ევროკავშირის წევრი და ინტეგრირებულია მთელ ამ პროცესებში არის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მხოლოდ ამეთი სარგებლობდით, რომ გარეთ არის ცოდა და ჩვენ რატო უნდა ვიყოთ კარგად. მოკლედ რა თქვა, ხო? სავალუტო კრიზისი რო არსებობს, ეს მე ვფიქრობ, რომ არსებობს ესეთი თემა, მაგრამ მოულოდნელი არ უნდა იყოს იმ ეკონომიკური სიტუაციის გარშემო, რაც საქართველოში არსებობს. მე არ მომწონს, რომ რაღაც პერიოდში პრივატიზაციის თემა ეხლა დაიწყო და რასაც ძალიან კარგია, ამას წინათ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ვსაუბრობდით შეხვედრაზე, დიდ შეხვედრას, სადაც პრემიერ-მინისტრს ესწრებოდა და გამოიტანეს ნუსხა საპრივატიზაციო. ეს ნუსხა ესეთი უნდა არსებობდეს ნუსხა, მაგრამ ნუსხა კი არ უნდა, ეს უნდა იყოს პოლიტიკა თვითონ. ეს ყოველდღე უნდა იყიდებოდეს რაღაცა. ყოველ წუთში, ყოველ საათში. რო ჩახედოთ ბიუჯეტს, ბოდიში გაგაწყვეტილოთ 80-90 მილიონის მობილიზება ქონდათ დაგეგმილი პრივატიზაციის მეშვეობით და თქვენ გახსოვთ ალბათ რა მით მოვიდა, რა დროშით მოვიდა ეს ხელისუფლება, რომ აი გაყიდეს. როგორ არის 80 მილიონი. ეხლა 350 მილიონის ქონება აქვთ გამოტანილი და მაგის მიღებას ფიქრობენ პრივატიზაციის შედეგად. როგორ ფიქრობთ? არის კი დღეს საქართველოს იმდენად მიმზიდველი აი ამ გავარესებულ ფონზე, რომ გააჩნია როგორ რა გამოაქვს პრივატიზაციაზე, იმიტომ რომ ის რა ინვესტორი თვითონ, სიტყვა ინვესტორი არის პროფესია, ესე არ არის ინვესტორი. მე შეიძლება არ ვიყო ინვესტორი, შეიძლება იყოს დიდი ფული ქონდეს, სხვა, მაგრამ ინვესტიციას არ ახორციელებდი. არის ხალხი, რომელიც ინვესტორები არიან, შოულობენ ფულს სხვადასხვა ფონდებისგან, მიდიან სხვა ქვეყანებში, აბანდებენ და ეს იმათ ხელობაა. ამ შემთხვევაში ომი იქნება, ცუდი სიტუაცია იქნება თუ რაღაც ეს ხშირ შემთხვევაში არ აშინებს აი პოლიტიკური სიტუაცია. ეხლა მაგალითად დღევანდელი სიტუაციიდან ინვესტიციის არ შემოსვლა შესაძლებელი იყოს თქვათ არა მარტო გლობალური პოლიტიკური სიტუაცია, არამედ თქვათ მხოლოდ სავიზო რეჟიმის გამკაცრებით. და რაც არ არის მისაღები, ის სავიზო რეჟიმი, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ახლა ჩვენ რა მონაცემების გვაქვს, ხო? მოსახლეობას. იმდენად რთულად არის ეს წარმოჩენილი, რომ გონიერ ქვეყანაში შემოსვლა არ შეიძლება. ესეთი რთული ის არის მესეჯი გაგზავნილი. ამიტომ შესაძლებელია, როდესაც ასეთი ცვლილებები არსებობს, ინვესტორმა თქვას, რომ აქ რაღაც სიმკაცრეა და მოდი გვერდზე გადავდოთ. კი არ განერიდოს სულ, მაგრამ რიგში ჩავეყენოს, როცა შეიძლება მოხდეს ამაზე ინვესტიცია. მეორე მომენტია საგადაო სისტემის თემა. ჩვენთან ახლა საგადაო სისტემა ცუდი არ არის. აბსოლუტურად, მაგრამ ცუდი არაა, რომ წლის განმავლობაში შესაძლებელია რაღაც ახალი, აი მაგალითად, ძალიან ისეთ პრიმიტიულ თემას ვიტყვი, ლუდის აქციზის გაძვირება, ხო, შუა წელიწადში შეიძლება მოხდეს ესეთი რაღაც. ესე იგი, ინვესტორი როგორ ფიქრობს, თუ ადგილობრივ ბაზარზე ლუდის
აქციზი გაზვიდა, შეიძლება ჩემი ინვესტიციების რაღაც მომენტში არ იყოს სტაბილური იმ საგადასახადო კოდექსებიდან. ანუ თქვენ ამბობთ, რომ წინასწარ განჭრედადი სიტუაცია რადგან არ არის და არის სტაბილური, ის რის თქმა მინდა, სტაბილური უნდა იყოს რაღაც პერიოდში ყველა ის კანონი და ყველა ის კოდექსები, რომელიც არსებობს ქვეყანაში. სტაბილური უნდა იყოს. სუდია, კარგი, მაგრამ მნიშვნელობა რა, ვიღაცა მოერგება. ხშირი ცვლილებები არ უნდა არსებობდეს მოულოდნელი წლის შუაში რაღაც მომენტში. აი ესეთი რაღაც განცხადებები უნდა. კი ბატონო, ეს სწორედ ამასების ჩემი შემდეგი კითხვაც თქვენ საგარეო ფაქტორები ახსენეთ. სტატისტიკის სამსახურმა გასული წლის მონაცემები გამოაქვეყნა და კავშირგაბმულობის სფეროს გარდა თითქმის ყველა სფეროში არის უკუსვლა. ან არის უბრალოდ შემცირებული, აი მაგალითად ენერგეტიკის სფერო 6%-ით არის შემცირებული, ინვესტიციები არის 60%-ით შემცირებული, იგივე ეხება, მანქანების რეექსპორტის თემა ვიცით უკვე, იგივე ეხება დამამუშავებელ მრეწველობას, ერთადერთი რაც არის გაზრდილი არის კავშირგაბმულობის მიმართულებით ინვესტიციები 4G-ის შემოსვლა, ინტერნეტის შემოსვლასთან დაკავშირებით მოუწიათ ინვესტიციები გაკეთება. მთავრობა ამ ყველაფერს როგორც თქვენც აღნიშნეთ, აბრალებს საგარეო ფაქტორებს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იყო თუ არა საგარეო ფაქტორების გარკვეულწილად თუ სრულად არა განეიტრალება? განეიტრალება გარკვეულწილად განეიტრალება. აი შესაძლებელი იყო რაღაც მომენტები, აქ რა ჩვენი უკმაყოფილება ხშირად რაზეა. ჩვენ ვერ ვიგზენით შიგნით შიგა პროცესების დარეგულირება, თქვათ. აი დღეს მაგალითად საუბრობენ კამრების მოჭერის თემა, ხო? საინტერესოა რატომ მივიდა საქმე აქამდე რომ კამარი უნდა მოიჭირო. რატო არ დაადგინე თავიდან ის ეკონომიკური, თქვათ, ფორმულები, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ქვეყნის იმ დომორდე არმის რო კამარი მოიჭირო, თქვათ. მეორე მომენტია, ხშირი აქცენტი კეთდება ისეთ თემებზე. ეხლა ის გადავიდეთ რაღაც ის ავეჯის თემა რო არის, ხო? საზოგადოება ამას რა ავეჯი რომ უნდა ქონდეს, კარგი პრემიერ-მინისტრი ათუნ ეხლა მას საუბარი, ხო? ბუნებრივია, რატომ უნდა ქონდეს ცუდი ავეჯი, როცა უნდა ქონდეს კარგი ავეჯი, მაგრამ ავეჯი უნდა ქონდეს, მაგრამ ამ თემას დიდი აჟიოტაჟი უნდა მოყვეს იმ თემებს, რაც სახელმწიფო შეუძლია უფრო მეტი ფული იშოვოს სახელმწიფოსთვის, ვიდრე შოულობს. აქ ალბათ ავეჯის თემამ გამოიწვია აჟიოტაჟი, იმიტომ რომ თვითონ თქვენს რო რბილი ავეჯის ყიდვაზე უარს ვამბობთო, კამრების შემოჭერი და უცებ გაიყო. ეს არის ცუდი, რომ ჩვენ პატარა თემებს უფრო დიდად ვაქცევთ, დიდი თემები. აი მაგალითად საგადასახადო ამასინათ იყო ესეთი უფრო დიდი თემა იყო, როდესაც შემოწმები საგადასახადო კუთხიდან შემოწმები 6 თვეში თვე მიმდინარეობს. ამ თემაზე შეხვედრებზე საუბრობს ბიზნესმენები, რომლებსაც ეს თემა აწუხებთ, შემოწმების თემა. აქ არის ორი მომენტი რა. ერთი შემოწმებელი რომ დიდი ხანი ამოწმებს წარმოებას და დიდი ხნის განმავლობაში იღებს ხელფას. ხო? როცა შეიძლება 2 თვეში მორჩეს, 3 თვეში, მაგრამ შესაძლებელია აქ არის უნდობლობის მომენტი რომ თუ 2 თვეში მორჩა, შეიძლება შეეკითხონ რომ ეს ისე როგორ რაღაც საჭები დაებადოთ, რატომ მორჩი ესე და ამიტომ მე მახსოვს კიდე დილით კომუნისტების დროს 6 თვიანი შემოწმება იყო როგორც სტანდარტი. ეს თემები არ ვარგა, როდესაც შენ არ იცვლი მიმართულებას, არ იცვლი სტრუქტურას შემოწმებისას, დღევანდელ ტექნოლოგიებში რა თქმა უნდა ისეთივე დრო, როგორც ჭირდებოდა თქვათ საანგარიშორეკო ხელით. ეს ხარჯები, ავეჯს თავი დავანებოთ, ის პრობლემა არ არის. ის ხარჯები, რომელიც სახელმწიფოს აქვს აი ამ ბიუროკრატია, ეს უნდა მოიცილოს თავიდან. კი, აი თქვენ საუბრობთ ალტერნატიული აუდიტის სისტემა არსებობდა მანამდე 2015 წლის 1 იანვრიდან ხელისუფლებამ გააუქმა ალტერნატიული სისტემა. იმიტომ რომ ეს სისტემა, იცით როგორ არის, ეს კერძო აუდიტი, ეს კერძო არ ნიშნავს უწესობას. კერძო არ ნიშნავს უნდობლობას, კერძო არ ნიშნავს მანდამაის შოულოს ფულს იმისათვის, რომ თვითონ გამდიდრდეს. კერძო არის ადამიანი, რომელიც ისეთივე ჭკვიანია, ისეთივე წესიერია, ისეთივე სახელმწიფო მოღვაწეა, როგორც ჩვეულებრივი სახელმწიფო მოხელე. ამ მნიშვნელობა შეიძლება მეტადაც. შეიძლება მეტად ესე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში და აკრედიტაციას, როცა ფინანსთა სამინისტრო უკეთებს კერძო აუდიტს, ეს იმას უნდა ენდობა, ხო, აკრედიტაციაზე ეს თვითონ აკრედიტაცია უნდა იყოს რთული. გასაგები დელოიტი თუ შემოდის, ახლა იმას თავის რეგულაცია. არა, ესე იმიტომ რომ მე როდესაც ფრენჩაიზს მაძლევს მე გინდა მაკდონალდი, გინდა კოკაკოლა, ხო, მე უნდა გავამართლო, ხო, ეს თემა, მე ხარ შემიძლია ეს ისე ვიმოქმედო, როგორც მე მინდა და მარტო მე როგორც მორგება. ამიტომ აკრედიტირებული
კერძო აუდიტები ყოველთვის ეცდებიან, რომ ეს იმდენად წესიერი იყოს, იმდენად წესიერი კი არა, იმდენად სამართლიანი იყოს სახელმწიფოს და მეწარმეს შორის, იმდენად სწორი აუდიტორია, ხო, სწორი მოსამართლე, ესე ვთქვათ, ხო, ისე სწორი უნდა იყოს, რომ არ დაკარგოს ეს პოზიცია. იმიტომ ამით ოჯახს არჩენს, თანამშრომლები ყავს, იმიჯი აქვს, ოფისი აქვს, ამის დაკარგვა უნდა ნიშნავდეს ამის განადგურებას. და თვითონ ეს კერძო აუდიტი ჩვენ კერძო აუდიტები ყავს, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ სხვა წარმოება გვაქვს ჩვენ იმდენად გამჭვირვალე, მაინც ყავს და გვეუბნება ხან ყოფილა, რომ აი რაღაც გადასახადი გვაქვს და დაგვიგვიანია. არის ესეთი მომენტი, გაგვყარვია, გვეუბნება სასწრაფოდ გადაიხადეთ, თორე თუ რა მოხდა დაგაჯარიმები და ეს ხემძონელობს და აი ეს ხალხი რა თუნდა სახელმწიფოს რო ყავს და ჯამაგირს უხდის მიანეჭოს კერძო სტრუქტურა იქნება კერძო, მაგრამ კერძო არის ეს იქნება სახელმწიფოს დაარსებული, ჩვენ ხო სახელმწიფოს ცხოვრობთ. ხადია. მე რა განსხვავება ეხლა რატო კერძო რატო უნდა იყოს თქვა ისეთი ტიპი წარმოდგენილი რომ ეს მანდომანის თავის თავზე ფიქრობს. კი ბატონო, ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოადგინა გეგმა, სადაც ითხოვს კომპანიებისთვის ფინანსური და ეკონომიკური ამნისტიას, აქციზის გადასახადის გაუქმებას და საშემოსავლო გადასახადის შემცირებას. იმაზე, საწვავზე, ალკოჰოლზე ეს იმდენად მე არ ვიცი ეხლა მე დასათვლელია ყველაფერი ეს რამოდენიმე განცხადებები არსებობს საერთოდ პარტიების. ხო ერთი არის, როდესაც ეკონომიკას ადგება, ერთი რომელიც ამორჩეველი უნდა დაიჭიროს. ხო, აირჩიოს და რამდენად შეასრულოს. რა თქმა უნდა. ამიტომ ერთი ფრაზა უნდა მოვიგონე ახლა პოლიტიკოსებზე თან. ესე იგი, ამიტომ გააჩნია რომ უნდა იყოს დასათვლელი. შედეგზე თუ არ არის ორიენტირებული, ყველა საუბარი მიგიყვანს იმ მდგომარეობამდე, რაც ვარ მთელი ცხოვრება. პოპულისტური განცხადებები შეიძლება აირჩიონ ადამიანი, მაგრამ იმდენად დიდი პრობლემის წინაშე დადგეს, ხანიდან შეიძლება არ ევერჩიო. თუ ქონდა ნაციონალურ მოძრაობას მცდელობა შეხვედროდნენ და გაევლოთ მათი გეგმა და თქვენი აზრი მოესმინათ. სხვადასხვა არასოდეს. მე ძალიან ბევრი მეგობრები მყავდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი საუბრები ესეთი იყო. ანუ არა, თქვათ, შეხვედრის ფორმატში, არამედ შედარებით. მე როგორ არის თვითონ მე ხანდახან ბიზნესმენები ყველა ჩემი მეგობარია და საუბრობთ ხოლმე ხო რა და თვითონ მთავრობა და ბიზნეს შორის აი ხშირად საუბრობენ უნდა იყოს მაგარი კომუნიკაცია და მე მაგალითად არ მივაჩნია ეს ძალიან მაგარი ჩახუტებულები უნდა იყვნენ იმიტომ რომ ეს მეგობრობა გამოიწვევს რა იცი ერთმანეთის რაღაც ქართულ თემას რომ იმან არ თქვა შემზე ცუდია და რაღაც ეს ერთ და მე მთავრობა თვითონ რაღაც გეგმას რო ადგენს ის ხო დაფუძნებულია უშუალოდ რაღაც ინფორმაციებზე და ჩვენ გვაქვს წირი ინფორმაცია, რაღაც ეპიზოდური ინფორმაცია და იმ ინფორმაციაზე ვიწყებთ საუბარს. ის რაზეა მიბმული? საიდან მოდის ეს არ ვიცი ჩვენ. კი ბატონო, თვითონ ჩვენ ახლა ეს ხელისუფლების ნაბიჯები რო განვიხილოთ პრივატიზაციაზე პრინციპში ისაუბრეთ, კიდევ ერთი ინიციატივა რაც კვირიკაშვილმა პრივატიზაცია არ მივსაუბრე ბოლომდე, იმიტომ რომ პრივატიზაციის ნუსხარი გამოტანილი ობიექტები რამოდენიმე მიმართულება ხო პრივატიზაციის არის პრივატიზაცია რომელიც უეჭველი უცხოელი ინვესტორი ჭირდება იმიტომ რომ ის ფული საქართველოში ბევრს ესე ვთქვათ არ აქვს და მეორეც არც რისკავს შეიძლება იმიტომ რომ დაკავებული რაღაც სხვადასხვა ბიზნესებით და მეორე პრივატიზაცია უნდა იყოს ის ფული რომელიც ქართველებს აქვთ ადგილობრივ მცირედან დაწყებულ დიდ მეწარმეებს ყველამ ხო იცის რა შესაძლებლობა აქვს თითოეულ ბიზნესს ხო მიახლოებით მეტნაკლებად რამდენი შეიძლება ფული კონდეს ვთქვათ თემურ ჭყონიას სიტყვაზე და როგორ წავართოთ ეს ფულო სწორი გაგებით რომ რაღაცა იყიდოს ეს ფული უნდა შევთავაზოს რაც ის ობიექტების დიდი ნუსხა უნდა იყოს სადაც ნებისმიერ თქვენ ყველაფერს შეეძლოს ან რამოდენიმე კაც გაერთიანება რომ იყიდოს 20 კვადრატული მიწა ვთქვათ სიტყვაზე და რაღაცა აშენოს ამიტომ ტოტალური პრივატიზაცია მე როცა ვსაუბრობ ეს არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ დიდ ობიექტებს უნდა ეხებოდეს ყველაფერს არ მომწონს მე ისა რა ქვია მიწის კანონზე მე ახლა სუბიექტური ვარ შეიძლება სახელმწიფოს სხვა ხედვა აქვს არ ვიცი ახლა სხვა სახელმწიფო როგორ უყურებს ამ პოლიტიკას მაგრამ კანონი რომ შეზღუდული არის რაც არის შეზღუდული ყველაფერი არის უარყოფითი არ მომწონს რომ ზრდა როდესაც აფიქსირებენ 2% ხო რამდენია 2% ეს ფულში არ ვიცით
ხო, რამდენი 5%, ისი 5%-ია. ჩვენ ერთი რამოდენი ვხსნათ, ჩვენ ახალ პროდუქციას. ნუ შეგვიძლია ავიღოთ რა არის ჩვენი ეკონომიკა. კი, მაგრამ ეს ჩვენ ახალ პროდუქციას რო უშვებთ რაღაცას, ხო 100%-იანიც დაგვაქვს, იმიტომ რომ არ იყო და უშუალოდ გაიზარდა და მეორე წელიწადში როგორც შევდივართ 1%, 2%. აი, შედეგზე უნდა იყოს ძირითადად ორიენტირებული. კი ბატონო, კიდევ ერთი, თქვათ, მეორე ნაბიჯი, რაც თქვათ, ხელისუფლებამ გაახმოვანა, როგორც თქვათ, ამ პრობლემების დაძლევის გზა, ხოშურის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეთყობა ხელისუფლებაში, რომ რაცა ხედავს, რომ პრობლემები არის კვირიკაშვილიდან, კვირიკაშვილისგან მოვისმინეთ ეს ინიციატივებიც, იმიტომ რომ რაღაცა უფრო შეწუხებული ჩანს ამ ვითარებით, ვიდრე ნებისმიერი სხვა მთავრობის წევრი. არის ის, რომ რეინვესტირებისთვის განკუთვნილი თანხა გათავისუფლდეს მოგების გადასახადიდან. მოგების და ესეთი არის დაახლოებით მოგების გადასახადიდან შესული თანხის ნახევარი. როგორც იცი, მოგების გადასახადის რეინვესტირებაც თავისუფლდება. ხო, ანუ იმ შემთხვევაში თუ მოგების რეინვესტირებას ახდენ ისევ ბიზნესში, მაგ შემთხვევაში მოგების გადასახადისგან თავისუფლდები და დაახლოებით აი 400 მილიონი შეიძლება დააკლდეს ბიუჯეტს. ამასთან საუბარია იმაზე, რომ აი 5%-იანი ზრდა ხომ იყო დაგეგმილი. არა, 400 მილიონი კი არ დააკლდება. მე ერთამაში ჩამოყალიბებთ, რომ მარტო კვირიკაშვილი მთავრობის ეს მთავრობა რო ცდილობს რაღაც გამოიწვიოს ბუნებრივია, ხო, რაღაც ცდილობს. რაღაც უნდა გამოუვიდეს. 400 მილიონის უკან დაბრუნება არ ნიშნავს ბიუჯეტის გამოკლებას. მე ვფიქრობ, ეს ჩადებული ფული, 400 მილიონი გააჩნია რა რეინვესტიციას აკეთებდა, რა პერიოდში შეიძლება გახდეს 800. ცხადია, გადასახადის შემცირება ყოველთვის 400 დანაკლისი კი არ არის, 400 არის საწყისი შემოსავლის. კი, მაგრამ იმ წელს ხო აუცილებელი არ არის, იმ წელს ხო არ არის აუცილებელი რეინვესტირებულმა თანხამ, ვთქვათ, დამატებითი შემოსავალი მოგიტანოს და სხვა ტიპის გადასახადით შეხვიდე იგივე თანხით. ბოლომდე და იმ წელსვე შეიძლება საშემოსავლო გადასახადი გაიზარდოს ის სულ არ დაიკარგება, რაღაცა შემოსავალი მაინც ექნება და ესაც არის ცხოვრებაში რაღაცა უნდა ჩავდო, რაღაც პერიოდში ამოიღოს, აბა. კი, ცხადია. საუბრობთ, რომ გრძელვადიან თემაში, რომ ქვეყანა უნდა განვითარდეს, ზუსტად ეგ არის. აი, მაგას სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვანაირად ვითარდება. გააჩნია ის როგორი მომზადება აქვს, როგორი ცოდნა, როგორი ჭუაკ და როგორი შრომა ჩადებული. იაპონია უშველებელი ქვეყანა 25 წელი მოუნდა, თქვათ, იმ დონეზე მისულიყო, რა დონე ჩვენ და რამოდენიმე გზა გაერა. ის პორტუგალიაში 7-8 წელიწადში დადგა ფეხზე. ჩვეულებრივ ამოვიდა სკოლაში, არ გინახიათ, ერთი კარგად სწავლობს ინგლისურს, იგივე გაგვეთილს, მეორე სუსტად, მესამე სამთეში თუ ეს. ჩვენ როგორ ვსწავლობთ ახლა? ჩვენ ვსწავლობთ წელიწად ნახევარი. მე ვფიქრობ, ჩვენ ვსწავლობთ, რა ვიცი, ჩვენ ძირითადად დაკავებული ვართ ერთი ესეთი გამოთქმა არსებობს, რომ რამდენ შრომობს ეს ადამიანიო, ფულის შოვნის დრო აღარ აქვს. ხო. არ მოვიენიათ, ხო? კი. აი, ესეთი მომენტებიც. ბატონ თემურ, აი, ესეთი ვითარება არის ახლა, რა ვითარებაც არის, ხო? ვთქვათ, ეკონომიკური ზრდა მთავრობას დაგეგმილი ქონდა 5%-ზე, ახლა ამბობენ, რომ 2% იქნება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები კი ამბობენ, რომ 2%-იც რისკის ქვეშ დგას. შესაბამისად, ბიუჯეტი ამაზე უნდა გადალაგდეს. შემცირებები არის ყველა მიმართულებით, ფაქტიურად ექსპორტი შემცირდა, ახლა იძულებულები არიან უკვე რომ ერთ-ერთი ყველაზე კაი მაჩვენებელი რა არის, ცით გეტყვით, ერთ-ერთი ყველაზე კაი მაჩვენებელი რაც სახელმწიფოს და მთავრობას უნდა უხაროდეს და ნებისმიერ მოქალაქეს რომ საგადასახადო ნაწილში, ესე ვთქვათ, რაც ბატონმა ხადურმა დაანონსა, საგადასახადო ნაწილში მოხდა ბიუჯეტის შევსება და გადაჭარბება. ნუ იმიტომ რომ ლარი გაუფასურდა. არა, ეს არა მარტო გაუფასურდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მინდა თელმა საზოგადოებამ უნდა მოუხადოს მადლობა საქართველოს ბიზნესს, რომ ეს საგადასახადო ნაწილში ბიზნესმენები ასრულებენ თავის მოვალეობას. ეს მნიშვნელოვანია. იმიტომ ამას არ აღნიშნავენ, ეს არის ცუდი, ამას არ აღნიშნავენ, რომ საგადასახადო ნაწილში ის შრომა, რომელსაც დებს მთელი საქართველოს ბიზნესი, მცირე, საშუალო, დიდი, პატარა, არ ვიცი, როგორც სულ ერთად გაერთიანებული, პირნათელია სახელმწიფოს წინაშე, იმიტომ რომ ის ნაწილი, რაც დაავალეს, მათ შეასრულა. კი ბატონო, აი ეს ვითარება თუ გაგრძელდა ახლა, აი რა ვითარებაშიც ახლა ვართ და ხელისუფლება აქამდე როგორც მოქმედებდნენ, ვთქვათ, აი ასე თუ გააგრძელდა ეს ყველაფერი. საწარმოგიდგენიათ საქართველოს ეკონომიკა 6 თვის მერე, 1 წლის მერე და. არა, 2 წლიანი ზრდა, 5 წლიანი ზრდა და ეს უნდა ერთი
200 წელი უნდა. არა, მე სხვა რამეს ვამბობ. აი დღეს 2 წლის მერე, ვთქვათ, 2 წლის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდით ხელისუფლება რასაც აკეთებს. აი ეკონომიკის დამიჯერეთ, ეკონომიკისთვის და იმისთვის 2 წლიანი და 3 წლიანი პროექტების შედგენა, 2 წლიანი შედგენა არის ძალიან მოკლევადაა. აი ხა მე ჩვენ ვაკეთებთ ინვესტიციას, შეიძლება ვთქვა. კი, აბა რა. ჩვენ ვაკეთებთ ცხელი ჩაის ჩამოსხმას ვიწყებთ, ცხელი ჩაის ჩამოსხმა ფიაღონ, ცივი ჩაი იქნება ბოლოში. ცივი ტექნოლოგიას ქვია ცხელი ჩამოსხმა. რომელიც უნდა გავიტანოთ თურქეთში, ყაზახეთში და შემდეგ ძალიან სერიოზული ინვესტიცია და კოკაკოლის ცივი ჩაი რომელია? ფუსტი. ხუზი, მაგარია ძალიან. და ისა რა ქვია ინვესტიცია გვაქვს 4,7 მილიონი ევრო. ამას დრო 1 წელიწადი უნდებით ამის შეკვეთას, დამზადებას და ეს 1 წლის მერე მოგცემს შედეგს. ამიტომ ეკონომიკაში აი ეს 1 წლიანი, 2 წლიანი პროგრამები, იმიტომაა, როდესაც საარჩევნო პროგრამა კეთდება, ხო, დასაწყისში შეპირებებია დიდი, მერე შესრულებაში ვერ ეტევიან. რატო ვერ ეტევიან? იმიტომ რომ ვერ ჩაეტევი იმ პერიოდში, შეუძლებელია უნდა აშენდეს აინტერესოს ეს პოლიტიკა ესეთი. მთელი მსოფლიო ეგრეა სხვადასხვა, სულ ყველაფერი და ვიღაცას. მაგრამ ის ქვეყნები, ვინც პირდებიან, თქვათ, დიდი ქვეყნები, მაღალი პოლიტიკური კულტურა, მაღალი კულტურა და ეკონომიკა განვითარება, იქ ნაკლებად შესამჩნევია და აქ ჩვენთან ღარიბები რო ვართ, ძალიან ჩხარაჩას, ჩვენ ძალიან ჩხარაჩას ეს ყველაფერი რა. კი ბატონო, მაგრამ თქვენ ვერ მეტყვით პროგნოზს, აი ამ ეხა დღეს რა ვითარებაშიც ვართ, თქვათ, ამის გათვალისწინებით და ახლა 6 თვეში სად იქნება ჩვენი ეკონომიკა? როგორ გონია მაგის პროგნოზის გაკეთებას მე არ მგონია, მე მაგდონის სპეციალისტი ვიყო, რომ ეს პროგნოზები ვაკეთო. ყველაზე მაგარი პროგნოზები გააკეთა ცხონებულო კახა ბენდუკიძე იყო მაგის სპეციალისტი. რომელსაც თავის დროზე ერთმანეთს ბევრმა არ დაუჯერა და არ მიიღო თორე ძალიან მაგარი იყო. მე ხა პირადი ურთიერთობა არ მქონია ესეთი ინტენსიური და რაზეც წუხვარ. მაგრამ ძალიან მაგარი იყო. ეხლა რაღაცებს რო ვაგვირდები, ძალიან მაგარი და ბევრ რაღაცაში მე არ მინდა თქვათ, მაგრამ ბევრ რაღაცაში იმდენად მესმოდა რომ აი პრივატიზაციის თემა, სოციალური პროგრამები, ეხლა მე რასაც ვიტყვი, შეიძლება ხალხს არ მოეწონოს, მაგრამ ის პროგრამა, რაც ეხლა სახელმწიფოს არ აქვს ამის ფული. სახელმწიფოს არ აქვს ამის ფული, რასაც აკეთებს, აი ეგეთ რაშია საქმე, იმიტომ რომ ეს არ აქვს ამის შესაძლებლობა. ამიტომ ამის შესაძლებლობა უნდა შექმნას რაღაცის ხარჯზე. აი როცა საუბრობენ ახლა გაზის და ბუნებრივი აირის სუბსიდირებას ახდენს ორი. აი რაც არ არის სწორი. არ არის სწორი. ესაც მიდგომაც არ არის. მე მესმის რომ გაზი გაძვირდა და ნებისმიერ ადამიანისთვის მის გაძვირდა და რა ვქნა. გაძვირდა, ლარში გაძვირდა. ლარში გაძვირდა, ესე ცხოვრება და შენ სუბსიდირება რაღაცა ეს არ არის ცუდი, მაგრამ იმ გადასახედი ეკონომიკური მიდგომით რაღაც ფორა არ არის სწორი. ყველამ უნდა თუ გაიჭირება, ყველამ უნდა გაიჭიროს. თუ შეგიძლიათ თქვა დაასახელოთ თქვენი გადმოსახედიდან რასაკვირველია და დაეღავით სუბიექტური ამას არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ის სამი ნაბიჯი რაც თქვენი აზრით მთავრობამ უნდა გადადგას ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად. სამი ნაბიჯი? როგორ თული გითხვა? სამი ნაბიჯი მე კი ვიტყვი, მაგრამ ეყოფა სამი ნაბიჯი. მე მაგალითად მგონია პრივატიზაცია უნდა იყოს კიდევ ერთხელ. ეს არის საბაზრო ეკონომიკის საწყისი. ბიუროკრატიული ხარჯები უნდა მოიცილოს თავიდან, რასამდგენელი უნდა იყოს და ხალხის შეიძლება უმუშევრობა წამოშვას, მაგრამ სოფელი მიწები დაუმუშავებელია და უნდა გამოიყენონ, იმიტომ რომ დაუბრუნდნენ თავის მიწა-წყალს, თქვათ ის ხალხი ვინც თბილისში მუშაობდა დაბალ ჯამაგირზეა და აქვს სოფელი და მეურნეობები და რაღაცა ბიუროკრატიული სიჩქარე უნდა ძალიან ინვესტიციის მოზიდვას ოღონდ ესე არა თქვათ მოდით ჩვენთან იყიდეთ მიმზიდველი უნდა იყოს საგადასახადო არ შევეხოთ იმიტომ რომ კარგია წნეხი დაბალია შედეგი ხო კი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს ხელახლა რა თქმა უნდა და აღარ ეს არ შეიძლება ეს იმიტომ რომ ხო გეუბნებით რომ ისეთი ცუდი მესიჯია გაგზავნილი ამ მე ხო უცხოელებთან მაქვს კავშირი და ის ბიზნესი რასაც მევაზრებს უცხოელების და იმათთან ურთიერთობაზეა და ეხლა უნდა ჩამოსულიყო ჩვენი პარტნიორი რომელიც ხშირად არის და მიეკავდა მეუბნება შეიძლება ჩამოსულიყო სავიზო რეჟიმი მაგრამ მე ვთხარი არ არის მეთქი ეს პრობლემა იმიტომ რომ ქვეყნის პასპორტი რომელსაც არ არის ეს შეზღუდვები იმასაც გონია ეს
ამიტომ როდესაც ჩვენ რაღაცას საუბრობთ, ყველაფერს უნდა სიფრთხილე. არ უნდა იყოს ჩვენ ქვეყნისთვის ვფიქრობ და არა რაღაც რომელიღაც პარტიის გამარჯვებისათვის. ამიტომ ეს მიდგომაც სხვადასხვა უნდა იყოს რა. კი ბატონო, ბიზნესი ახლა თავისუფლად სუნთქავს, ხშირად გავიგებთ ხოლმე ამას. ანუ როგორ სუნთქავდა და რანაირად სუნთქავს ახლა თქვენ ბიზნესს თუ არის. მე ესეთ პრობლემა არ ვიცი, ახლა მე იცით რა, მე შეიძლება ისეთ ბევრი ისე მყავს თქვა კარგი დაცული ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როგორ გითხრათ, არის მე მაგალითად ეს თემა არასდროს არ მოწოხებდა. გასაგებია. როგორ მუშაობენ საგადასახადო სტრუქტურები? ცოტა ხნის წინ ფადიასლისთან მქონდა ინტერვიუ და ის ამბობს, რომ თქო თითქმის ყველა ბიზნესში შესულია საგადასახადო, აი რაღაცა თვეობით არიანი იქ და არა, ყველა ბიზნესში არ არიან შესულები, იმიტომ რომ მაგის ის ადამიანური რესურსები არ იქნება, მაგრამ პრობლემა ხო გეუბნებით არის, ახალციხეში იყო შეხვედრა პრემიერ-მინისტრს და მეც მიწვეული ვიყავი და იქ ერთ-ერთი სერიოზული თემა, რაც ადგილობრივ ფერმერებმა და ბიზნესმენებმა დააყენეს, ეს იყო ბიუროკრატია, დაუყენეს და საგადასახადო თანამშრომლების ხანგრძლივი ყოფნა მათ საწარმოებში. იმიტომ რომ ჯერ ხო გეუბნებით, ყველა საწარმო არის სპეციფიკური. ყველა საწარმოს აქვს თავისი ცოდნა უნდა, ხო? ეხლა საგადასახადო სტრუქტურებში ხალხი ვინც მუშაობს, იმის ყველაფერი ხო არ იციან იმათმა. ჯერ მინდა სწავლობენ, მერე ფიქრობენ როგორ მოერგონ, მერე და მთელი ისენია, მთელი პროცესები და იმიტომ გეუბნებით რომ ეს აუდიტი, კერძო აუდიტები, რომელიც აგრედიტებული იქნება, ესენი სისტემატურად მუშაობენ. ჩვენთან სულ არის ეს ხალხი. სისტემატურად არიან, ყოველ ორ თვეში ერთხელ, კვარტალში ერთხელ, სულ შემოწმება. და მეორე არის გას ფაქტურებს რო წერდა, რაღაცა მიდის ცენტრალიზებულია ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი არის იდეოლ და მესამე კიდე მეორე დაუბრუნდეს თემა, რომ ქართველ ბიზნესმენებმა თავის საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე შეასრულეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შემოწმებას ნაკლები იყვნენ და ავალებას ასრულებს ეს ხალხი, შეპირებას ასრულებს, დობის ფაქტორი მეტი უნდა იყოს, აი გარემო მთელი. კი ბატონო, და ბოლოს შეკითხვა, თქვენი ბიზნესი, თქვა და ლარის კრიზისი როგორ დაიწყო, სავალუტო კრიზისი როგორ აისახა თქვენ ბიზნესზე? გულახდილად, ხო? ესე იგი ყველაფერი გულახდილად. ყველა რა თქმა უნდა. მე სხვანაირად არ შემიძლია. მე ხო ერთი მნიშვნელოვანი თემა და კიდე რა არის ცუდი, რომ საქართველოს დამკვირდა კი არა გაძლიერდა მლიქრელობა. აი მლიქრელები უფრო მეტია, რომ მოერგონ სიტუაციას, ვიდრე საქმის გამგეთებლები. ჩვენი ბიზნესს რაც შეეხება 19% არის გოგოლის რეალიზაცია გაზრდილი შარშანდელთან შედარებით. მაგდონალდს საუბარი არის, მით უმეტეს კიდევ ვაშენებთ და ძალიან ის. ჩვენ ეგ თემები ღვთისმსალობით კი არა, ალბათ შრომის შედეგიც არის, არ გვეხება, კარგად მიდის საქმე. რთულია ლუთში, იმიტომ რომ აი ეს დამატებითი გადასახადებები რო შემო აქციზები რო გაზარდეს, შემცირდება და მე ვფიქრობ, რომ ყველა თვის ბოლოს ანგარიში უნდა გამოქვეყნეს ლუდის წარმოებლების და უნდა წარუდგინოთ რა შედეგი მოიტანა ამ გაძვირებამ. რა იყო შარშან, რა მოხდა წელს. და შედეგზე შედეგზე ორიენტირებული უნდა ვიყო და უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს გადასახადი არ იყო სწორი. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო თემურ, იმისთვის რომ თეორემას სტუმარი ბრძანდებოდი, თუ რამე დაგჭათ სათქმელი შეგიძლიათ რასაკურველია გამოიყენოთ ჩვენი ეთერი, თუ არა და მაშინ დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა მაყურებელს იმისთვის რომ გვიყურა ჩვენ ერთმანეთს ხუთშაბათ შევხვდებით.